მშვიდობის მეცხრე საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. თქვენ უყურებთ ახალ 2 საათზე სოსო კაცდაძესთან ერთად. არის ეჭვი, რომ უცხოურ პრესაში ფასკვილებზე გიგა ბოკერიას უწყებას 16 მილიონი ლარი აქვს დახარჯული. პრემიერ-მინისტრი ვიძნია ივანიშვილის განცხადებით სააკაშვილი ცდილობს არასწორი ინფორმაცია გაიტანოს საზღვარგარეთ. მის თქმით, ამ ინფორმაციის გახსნა ვერ ხერხდება, რადგან მას კრიფი საიდუმლო ადევს. პრემიერის განცხადებით ინფორმაცია გამოითხოვა ფინანსთა მინისტრმა, თუმცა ინფორმაციას არც მას აძლევენ. ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მოახლოეს დღეებში მოხდება სამართლის დადგენა. ვაშინგტონ პოსტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი სათაურით, საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა. ვაშინგტონ პოსტში მიიჩნევა, რომ ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაზე ამახვილებენ. მეცხრეებთან ყველაფერი კარგად ვითარდება, როგორც მე ვთქვი ჩემს გამოსვლაში, რომ დარჩება, ხდება რაღაც რეორგანიზაცია და ნორმალური პროცესებია, ყველაფერი კარგადაა. პრემიერ-მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებასაც ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასაც იგივე პოზიცია აქვს, რაც ჰილარი კლინტონს. ახერხებს სააკაშვილი მხოლოდ ამაზე გადაერთო დღეს, რომ როგორმე გააკეთოს ლობირება, რომ ეს სრულ ინფორმაცია მიიტანოს და გაიტანოს საზღვარგარეთ. ჩვენ მოახერხებთ უახლოეს დროში ამ ინფორმაციის გახსნა და დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს თანხები ზუსტად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ესეთი ფასკვილები. იგივეს ვამბობთ ჩვენ და მუდამ ვაკეთებთ კიდეც. და ესეც იქნება. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, თუ მიაქციეთ ყურადღება და გაანალიზეთ. არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა ამ მხრივ. გამჭვირვალე და გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის, როგორც საქართველოს, ისე საქართველოს ფარგლებ გარეთ და ჩვენ ყველაფერს ამისთვის გავაკეთებთ, რომ ყველა გამოძიება, ყველა დაკავება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჰილარი კლინტონმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას გააკეთა. სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ კანონის და პროცედურული ნორმების შესაბამისად. მისივე თქმით, ამერიკას საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის თავზე ამერიკას საქართველოს მთავრობასა და ქართულ ხალხთან თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. ჰილარი კლინტონს ვაშინგტონში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ეამაყება. იმედი მაქვს, თქვენ გაგებით მოეკიდებით ჩვენ საკითხებს და ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დახმარება და მხარდაჭერა მომავალში გაგრძელდება, მიმართა ჰილარი კლინტონს ფანჯიკიძემ. ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განვითარებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესრულებისკენ. ჩვენ მხარი დაუჭირეთ ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, რომელიც მოხდა არჩევნების შედეგად და ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ, კანონისა და პროცედურული ნორმების შესაბამისად. ეს უნდა შეესაბამებოდეს ქართველი ხალხის გრძნობებს და მისწრაფებას. ჩვენ სულ მოუთქმელად ველოდებით შემდგომ შეხვედრებს და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებთ არა მარტო შიდა საქმეებში, არამედ ისეთ საგარეო საკითხებშიც, როგორიცაა ავღანეთი და ნატო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ არჩევნებიდან ასე მოკლე პერიოდში მომიწვიეთ. არასოდეს დამავიწყდება თქვენი სატელეფონო ზარი, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამერიკასთან ურთიერთობის საკითხების განხილვას. ვამაყობთ, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ვისაუბრებთ საქართველოს შიდა და საგარეო გამოწვევებზე. იმედი მაქვს, თქვენ გაგებით მოეკიდებით ჩვენ საკითხებს და ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დახმარება და მხარდაჭერა მომავალში გაგრძელდება. მეცხრეებს კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ტოვებს ტელეკომპანიიდან წასვლის შესახებ განცხადება დილის გადაცემის წამყვანებმა თეონა გეგელიამ და გიორგი კობახიძემ საკუთარ გადაცემაში გააკეთეს. მათი განცხადებით შეიცვალა არხის ხელმძღვანელობა, იწყება რეორგანიზაცია, იცვლება დილის გადაცემის ფორმატიც, ამის გამო მათ არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ახალი დილა ამ შემადგენლობით და შესაძლოა ამ ფორმატითაც საბოლოოდ გემშვიდობებად. ვფიქრობთ, ამისთვის არის საუკეთესო დრო, იწყება რეორგანიზაცია. ჩვენი ინფორმაციით დილის გადაცემის ფორმატიც იცვლება. ბოდიშს უხდით არხის ხელმძღვანელობას, თუ კი უხერხულობას უქმნით, რაც ალბათ ასე არაა, რადგან სხვა შემთხვევაში არხზე დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე ინფორმაციას მაყურებელივით ტელევიზიით არ შევიტყობდით. გვინდა წარმატება ვუსურვოთ მეცხრეებს, რომელზე მუშაობაც ჩვენთვის იყო პატივი და სამოქალაქო პოზიციის გამოცდა. ვფიქრობთ, ამ გამოცდის ჩაბარება ავაც თუ კარგად შევძელით, რჩებით მეცხრე არხის და იმ პროცესების გულშემატკივრად, რომელიც დაიწყო 1 ოქტომბრის არჩევნებით, განაცხადა ახალი დილის წამყვანმა თეონა გეგელიამ. ტელეკომპანია დატოვა ასევე დირექტორის მოადგილემ ვასილ მაღლაფერიძემ, მანამდე კი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ტელეკომპანია მეცხრე არხის
არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა გააკეთა. არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას ამჟამად ლუბა ელიაშვილი ასრულებს. თვალისწინებს დამციმების დროს ისტონ ფაროსოს რომპეის მოკლედ მათ მიმართავენ მეცხრე არხის ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური შესაძლოა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს. ამ ინფორმაციას მარეგულირებელ კომისიაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ. კომისიის წევრებს პარლამენტი 6 წლის ვადით ნიშნავს. ამ დროისთვის მათ უფლებამოსილების განსახორციელებლად 2 წელზე მეტი აქვთ დარჩენილი. კომისიის შემადგენლობის შესასვლელად საჭიროა ცვლილება შევიდეს კანონში და მოქმედ წევრებს უფლებამოსილება შეუწყდეს ან იმპიჩმენტის წესით მოხდეს მათი გადაყენება, აცხადებს კომისიის წარმომადგენელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრნენ. კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება. კონფერენციის მიზანია საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული პოლიტიკისა და განხორციელებული პროგრამების შეჯამება, ასევე სამთავრობო სტრუქტურებთან და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ორგანიზაციებთან მომავალი თანამშრომლობის და ხედვების ჩამოყალიბება. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებიან. მთავრობის მოვალეობა რომ მაქსიმალურად იზრუნოს შეზღუდულ შესაძლებლობებს მოქალაქეებზე საზოგადოების ამ ნაწილის და ჩვენ ამ ზრუნვას მაქსიმალურად შევძლებთ კიდევ მეორე ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობიდან. დროში ეს ძალიან გაიზრდება და გაღმავდება ყველაფერი ჩვენ ყველაფერს ამისთვის გავაკეთებთ. ჩემთვის იყო შემზარავი იმ ფაქტების მოსმენა, რომელიც დღეს მე მომიწია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 15 წელი მე ამ სისტემასთან შეხება მქონდა, არ მეგონა თუ ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო. თავისთავად ცხადია, კოორდინაციას გაწევს ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ ჩვენ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. 4 უსინათლო მუშაობს დღეს შემოსავლების სამსახურში და ჩვენ გავზდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობას, მათი დასაქმებას, მათი კვალიფიკაცია იქნება შესაბამისად დაფასებული და მათ ექნება თანაბარი პირობები. დღევანდელი დღე ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივაპყროთ ყურადღება და პატივი ვქცეთ იმ ადამიანებს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ. ემსახურება იმ მიზანს ასევე, რომ მოხდეს საზოგადოების, მთავრობის და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაერთიანება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია, მათი რეაბილიტაცია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შემაჯამებელი მოხსენებით წარსდგა. შეხვედრაზე ბესელიამ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა სიების შესახებ და ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უკვე რამდენიმე კვირაა პოლიტპატიმრებთან და პოლიტიკურ დევნილებთან, ასევე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობს. შინაგან საქმეთა მინისტრისგან და ორ ეტაპად იყოფა დღეისთვის სამუშაო პერიოდი, ეს არის 19 ნოემბრამდე შემოსული საქმეები, რომელზედაც კომისია დაასრულებს დღეს მუშაობას და 19 ნოემბრის შემდეგ შემოსული საქმე, რომელიც ასევე ძალიან ბევრია. ეს ცოტა არაორდინალური შემთხვევაა. ლევან მამალაძის შემთხვევა, იმიტომ რომ არის რაღაც კონკრეტული გარემოებები, რომელსაც კომისია ჯერ კიდევ მსჯელობს. ანუ ფაქტობრივ გარემოებები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ამის გადაწყვეტილება ჯერ კომისიას არ მიუღია. თენგიზ გუნავას ბრალ სავარაუდოდ დღეს აუყენებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით არის აღზრული. რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ასევე 182 მუხლით გუნავას ადვოკატი გიორგიონიანი ამბობს, რომ თენგიზ გუნავას 3000 ლიტრის საწვავით მეტი აქვს აღებული, ვიდრე ლიმიტით ჰქონდა დადგენილი, რასაც გამოძიება ედავება. მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ჩათვალა საჭიროდ, რომ ამ ადამიანს მისი საქმეების განსახორციელებლად ჭირდებოდა 3000 litrზე მეტი და ეს სადაო თემა არ არის. მითვისება არის, როდესაც რაღაცა შენს სარგებლობაშია, არ გეკუთვნის და მოიხმარ, აღნიშნა ადვოკატმა გიორგიონიანმა. თენგიზ გუნავა პროკურატურაში რამდენჯერმე დაკითხეს, ბოლო დაკითხვა გუშინ განხორციელდა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიას ეგრეთ წოდებულმა კანონიერმა ქურდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დავით ეკანოიძის განცხადებით ამ ინფორმაციას გადაამოწმებს და მედიას აცნობებს. საშუალო აღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას მეგობარი თია თუთბერიძე იმყოფება, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ გუშინ ღამის განმავლობაში ბაჩო ახალაიას მისამართით ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების მხრიდან მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა შეურაცხყოფელი გამონათქვამები. ადვოკატთან ერთად საშუალო აღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში შესვლას გეგმავენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები და საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები. ისინი ამით ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, სწორხალ დაუკავშირდით სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, დაუკავშირდით მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს და ვთხოვეთ შევიდნენ, იყვნენ მოსულები ერთ-ერთი მონიტორინგის ჯგუფის წევრი და ასევე დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომლებმაც დაადასტურეს ან ბაჩო ახალაიასთან შეხვედრის შემდეგ, რომ ესეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ჩემთვის უცნობია, შევალ ეხლა და გავიგებ. მე ჩვეულებრივად დროდადრო ვნახულობ ხოლმე ჩემ დასაცავს და ახლაც მოვედი იმისთვის, რომ ვნახო, შევალ და გავიგებ რა ხდება. თქვენ უყურებთ ახალ 2 საათზე შემოსავლების სამსახური 3 დეკემბრიდან საგადასახადო ადმინისტრირების გასაძლიერებლად საკონტროლო შესყიდვებს ააქტიურებს. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ფსევდომომხმარებლების როლს მოირგებენ და მეწარმეების მიერ სალარო აპარატების მუშაობას გააკონტროლებენ. კონტროლის მექანიზმები წინასაარჩევნო პერიოდში შეჩერებული იყო, თუმცა სამართლებრივი სამმართველოს უფროსის განცხადებით პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ ეტაპზე ჩვენ საუბარი გვაქვს მიმდინარე კონტროლის პროცედურებზე და არა საგადასახადო შემოწმებაზე. კერძოდ ეს ხდება საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და ამ მიზნით ვაპირებთ გავააქტიუროთ მუშაობა საკონტროლო შესყიდვების განხორციელების საშუალებით. ჩვენი ყველა ღონისძიება განხორციელდება ჩვენივე მონიტორინგის ქვეშ, რაც გამორიცხავს ნებისმიერ უკანონო ქმედებას გადასახადის გადამხდელის მიმართ. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონული პროექტების განხორციელების საკითხებზე სასტუმრო რადისონში შეხვედრას ესწრება. მინისტრის განცხადებით მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პროექტის შემუშავებისთვის. ევროკავშირის წამყვანი ექსპერტები საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განვითარების ფორმულირებაზე და რეგიონული ფონდების მენეჯმენტზეც ისაუბრებენ. დავით ნარმანია რეგიონებში მოსახლეობასა და გამგებლებს შორის დაპირისპირებასაც შეეხო და განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამგებლებსა და მოსახლეობას შორის არსებულ დაპირისპირებაში ვერ ჩაერევა. დავით ნარმარიამ აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობიდან მოდის. ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებს ფილიპ დიმიტროვიც გამოეხმაურა. ის იმეც გამოთქვამს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება თანამშრომლობის გზებს გამოძებნიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოს რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირმა დაიწყო საქართველოში სპეციალური პროგრამა, რომელიც რეგიონული განვითარების მხარდაჭერას ეხება. ეს პოლიტიკური დუელის პროცესი ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ჩაწნარდება და ჩაიწევს. ეს რეფორმის განხორციელებას არანაირად არ უშლის ხელს. ჩვენ გვეგმავთ რეფორმას საქართველოს პარლამენტთან, დონორ ორგანიზაციებთან ერთად და ეს არის პროცესი, რომელიც დაახლოებით წელიწადნახევარი უნდა მიმდინარეობდეს ქვეყანაში იმისათვის, რომ 2014 წლის არჩევნებამდე მზად იყოს სისტემა არჩევნებისთვის. რეგიონული განვითარების საკითხი კომპლექსურია და ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლონ. იმედი მაქვს ამ კუთხით თანამშრომლობა წარმატებით წარიმართება, რის შედეგადაც მდგრად რეგიონალურ პოლიტიკას მივიღებ. რეგიონების თვითმმართველობებში მიმდინარე დაპირისპირება, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ იმედი მაქვს თანამშრომლობის გზები გამოინახება და კონსენსუსი მიიღწევა. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებია ჩასატარებელი. ევროპის საბჭოს ორგანიზებით შვეიცარიის მთავრობისა და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ხელშეწყობით სასტუმრო რედისონში კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეძღვნება. კონფერენციას ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის დეპარტამენტის დირექტორი კლაუდია ლუჩიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელები ესწრებიან. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებლისა და დირექტორის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, კონფერენციაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ახალმა ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა წრეებმა უნდა გააანალიზონ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გაკვეთილები და ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაღრმავებას და განვითარებას, განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. ვიწყებთ პარლამენტში უახლოეს ხანებში ინტერფრაქციული ჯგუფის დონეზე.
საარჩევნო საკითხებზე მუშაობას, ამორჩეველთა სიებთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაცია იმ მოდელით, რა მოდელითაც ნაციონალურ მოძრაობამ შვა თავის დროზე და გაკეთდა 13 კაციანი CSGO. მოდელი ახლა შებრუნდა უკან ბუმერანგივით. თუ ხელისუფლება დღემდე 8 კაცს აკონტროლებდა იქ, ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენ შეგვიძლია 12 კაცი ვაკონტროლოთ. დღევანდელი შეხვედრა საშუალებას იძლევა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა იმ გამოცდილებაზე ისაუბრონ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მივიღეთ. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება სისტემა, რომელიც საზოგადოებაში უფრო მეტ ნდობას დაიმსახურებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ კონფერენციას. აქ შეჯამდება ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უზრუნველყო ქვეყანაში ისეთი არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგადაც ხელისუფლება ერთი პოლიტიკური გუნდიდან გადაეცა მეორეს. ძალიან სამწუხარო არის, რომ ამ დემოკრატიული გადაბარების პროცესს შედეგად მოყვა პოლიტიკური რეპრესიები. სამართალდამცველებმა ქარელის რაიონის სოფელ დვანში მცხოვრები პირის საცხოვრებელი ბინიდან 1960 წელს გამოშვებული AKM-ის ტიპის ავტომატური ცაცასროლი იარაღი 22 მცირეკალიბრიანი შაშხანის ვაზნა, 7 ცალი ავტომატის მჭირი და 210 ავტომატის ვაზნა ამოიღეს. ბინის მეპატრონის ვინაობა არ სახელდება გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსროლი იარაღის საბრძოლო მასალის ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს. 2008 წლის აგვისტოს რეზერვში წამიყვანეს ღამის 3 საათზე. იქიდან ავიღები იარაღი და წავედით წინა გარაჟში ვიყავით. იქიდან რომ დავბრუნდით მეორე დღით, ერთი დღე ვიყავით იქ, მეორე დილით წამოვედით. ომი იყო უკვე დაწყებული და ეს იარაღი წამოვიღეს სახში. მიმდინარე წლის 20 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად ჩატარებული ოპერატიული სამზარეულო ღონისძიების შედეგად ქარელის რაიონის სოფელ დვანში საცხოვრებელი ბინის შხრეკისას ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსროლი იარაღი 7 მჭიდით და 120 ვაზნით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. Ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტს ორი არასრულწლოვანი დააკავეს 15 წლის ახალგაზრდებმა რუსთავში მე-15 მიკრორაიონის ტერიტორიაზე რუსუდან ხარატიშვილს ხელჩანთა წაართვეს, რომელშიც ფული და საბუთები იდო. ძარცვა ღამით მოხდა მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლის საფუძველზე. მარდნენ ორი ახალგაზრდა, მესცენ ჩანთაში და გამგლიჯეს ჩანთა. გავიქეცის ინც გარბოდნენ, მეც გარბოდი, საბუთები დამიბრუნეთ, არაფერი არ მაქვს, ბევრი ფული შიგნით. გადავწყვიტეთ, რომ ქალისთვის წაგვერთმია ჩანთა და ჩვენი ჩანაფიქრი მოვიყვანეთ სისხლულეში. და შემდეგ ეს ჩანთა წავართვით და გავიქეცით. მერე დაგვიჭირეს პოლიციამ. ცხელ კვარზე გატარებული ოპერატიული სამზარეულო ღონისძიების შედეგად დაკავებული იქნა ორი არასრულწლოვანი პიროვნება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლის მესამე ნაწილის A პუნქტით. ადვოკატთა ასოციაცია საკუთარ მოთხოვნებზე საუბრობს კოალიციის მოთხოვნით სამართლებრივი სტრუქტურა უნდა შეიცვალოს, რათა აღდგეს სამართლიანობა. მიმართვა წერილობითი სახით ბიძინა ივანიშვილს 20 ნოემბერს გადაეცემა. მათი პრიორიტეტული მიმართულებებია სახელმწიფო უწყებების საზოგადოებრივი მონიტორინგი, რომელშიც აქტიური როლი უნდა შეასრულოს სამოქალაქო სექტორმა, ხელისუფლებასთან ურთიერთთანამშრომლობით. ჩვენ წერილი გავუგზავნეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კოალიციის სამოქალაქო ჩართულობისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევხვდეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვები, რომელიც უნდა გავაცნოთ მას. ამასთან ერთად ჩვენ გვინდა ჩვენი ჩართულობა განვახორციელოთ როგორც მონიტორინგის სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებით. 90%-ზე მეტი ის პროკურორები, რომლებიც ასევე არაობიექტურები იყვნენ და დანაშაულს ჩადიოდნენ იმ პერიოდისათვის, იგივე პროკურორები. ამისი დამადასტურებელი კერძოდ ფაქტები გვაქვს, რომ არაფერი არ შეცვლილა ჯერ. ჩვენ ამით არ გვინდა გავიგოთ ისეთ, რომ ხელისუფლებას უპირისპირდებიდან ამ დაგვარი რამე.
თბილისის საგრებულოს ოპოზიციური ფრაქციები ალტერნატიული აუდიტის ჩატარებას გეგმავენ. ფრაქციები უნდობლობას უცხადებენ აუდიტის სამსახურს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრებით არის დაკომპლექტებული. ისინი ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებს თავაზობენ ინიციატივაში მონაწილეობას, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობით არიან დაინტერესებული. ოპოზიციური ფრაქციების მოთხოვნის შესახებ კომენტარი საგრებულოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა და მას ეს მოთხოვნა უადგილოდ მიაჩნია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აუდიტის სამსახურში იგივე კონტროლის ვალუტაში განხორციელდა რიგი საკადრო ცვლილებები, მათ შორის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაინიშნა ბეჟან ბუცხრიკიძე, ადამიანი, რომელიც ასოცირდება ნაციონალურ მოძრაობასთან უკვე წლებია, წარმოადგენს ამ პარტიის ბირთვს და არის ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი წარსულში ხელისუფლებაში ყოფილი პარტიისა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი საიმისოდ, რომ იმ ინსტანციას და ეცებულებას, რომელსაც თლიანობაში აკომპლექტებენ და წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა, რომლის ფუნქცია მოვალეობა გახლავთ აუდიტის ფინანსური შემოწმების ჩატარება, მათ შორის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტისა გამოუცხადოთ უნდობლობა. თბილისის მერიაში რამდენიმე მაკონტროლებელ ორგანოა ამ ეტაპზე შესული, მათ შორის პროკურატურა, ფინანსური პოლიცია და სწავლობენ ბუნებრივია ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილსაც. აქედან გამომდინარე ეს ინიციატივა ამიტომ უადგილოდ მიმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების სამართლიანობის აღდგენის თხოვნით ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ. ეროვნულ ბანკში 2008 წლის 1 ივლისს სორესამდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. ყოფილი თანამშრომლები საქმის გადახედვას და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ისინი სამსახურიდან უკანონოდ გაუშვეს, რაშიც ბანკის მაშინდელი მოვალეობის შემსრულებელს დავით ამაღლობელს ადანაშაულებენ. მათ თქმით, ეს იყო შეტევა, რომელიც მთავარი პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროდა ხორციელდებოდა თავიანთი კადრების ჩანაცვლების მიზნით. როგორც ბანკის ყოფილი თანამშრომლები განმარტავენ, მათ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, თუმცა უშედეგოდ. აგვეთავისუფლა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა, რომელიც იყო აბსოლუტურად იურიდიულად არასამართლებრივი პირი, მას არ ჰქონდა ასეთი ღონისძიების ჩატარების უფლება და ჩვენ არაერთხელ მივმართ სასამართლოს, მაგრამ მოგეხსენებათ იმ ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ძნელია და როგორც ბევრმა საქართველოში მცხოვრებმა მოქალაქემ ჩვენც ვერ მივაღწიეთ სამართალს და ეხლა გვინდა რომ ის ძველი სარჩელი, ასე ვთქვათ, დავძრათ ეს საქმე და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სამართლიანი სასამართლო და ეს სახელმწიფო სტრუქტურები გულთან მიიტანენ. მიმართავთ ღია წერილით ბატონ პრემიერ-მინისტრ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ დავით უსუფაშვილს, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ დავით ონოფრიშვილს, ასევე პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ქალბატონ ეკაბესელიას, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგიენკოს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს და მოვითხოვთ იმას, რომ მოხდეს ჩვენი განთავისუფლების აი ამ დიდი ოპტიმიზაციის შესწავლა. საჩხერის რაიონის სოფელ სავანის მოსახლეობა დასახლების მახლობლად ქვიშის კანონდარღვევით მოპოვებას აპროტესტებს. ადგილობრივების განმარტებით ქვიშის მომპოვებელი კომპანიების სალიცენზიო პირობებს არ იცავენ, რაც სოფელში მტვერს, მეწყერსაშში ზონების წარმოქმნასა და გზების დაზიანებას იწვევს. სავანელებმა უკვე მოამზადეს აპროტესტო წერილი, რომელსაც რეაგირებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს გაუგზავნიან. სამინისტროს რეაგირებამდე ქვიშის მომპოვებელი კომპანიების სალიცენზიო პირობების დეტალურ გაცნობას საჩხერის გამგებელი გეგმავს. კარიერის დამუშავება მიმდინარეობს ყველანაირი წესის დარღვევით. არის უნდა განაშენიანებულიყო კარიერი, რაც აიღებოდა ეს სილა, ერთი ხე არავის არ დაურგავს, მხოლოდ უნდათ რომ წაიღონ ეს და ალბათ თავის ჯიბეები გაისქელონ. გზა უნდა გაკეთდეს, საიდა ფერია, ფერი ვიდია, ფერი არის. ფერი არის ვიხჩობით შიდა, აქეთკენ. კარიერი გვაწუხებს, იქითკენ ფაბრიკა გვაწუხებს, ფერმაი. გასაცნობია ლიცენზიის პირობები დეტალურად გაცნობის შემთხვევაში მოგახსენებ კომპეტენტურ აზრს. ასე რომ მოქალაქეებიდან ვინმე თქვას, რომ აი ლიცენზიის პირობები დარღვეულია, ამასაც ვერ მივიღებ უაპელაციოდ. უნდა მოусმინო როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს უნდა გავეცნო ლიცენზიის პირობებს და შესაბამის კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად მივიღებ ობიექტურ გადაწყვეტილებას.
რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მეწარმეებს შეხვდა. ზვია ძიძიგურს არსებული პრობლემები გააცნეს. მეწარმეები ძიძიგურს საკანონმდებლო ორგანოს საგადასახადო კოდექსის ფორმირებასა და ენერგეტიკული სფეროს უზრუნველყოფის საკითხის მოგვარებას თხოვენ. ზვია ძიძიგურის თქმით, მეწარმეთა ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია იმისთვის, რომ ბევრი სამუშაო ადგილი შექმნან. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მრეწველთა კავშირი შეიქმნება, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულთა ინტერესებს დაიცავს. ამ ხალხს ხარდაჭერა ჭირდება და ეს ადამიანები მთელ საქართველოში შექმნიან ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს. არა მარტო რუსთაველები, არამედ რაც საქართველოში მრეწველები არიან, ყველანი არიან მოწადინებული, რომ ახალი სიტუაცია შეიქმნა, ახალი რეალობა ეკონომიკის განვითარებისთვის, აღორძინებისთვის, მრეწველობის ფეხზე დაყენებისთვის. ამ ხალხს უნდა გააკეთონ მრეწველთა კავშირი მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება ორგანიზაცია, რომელიც მრეწველების ინტერესებს დაიცავს. დავაყენეთ უამრავი პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს მეწარმესა და მრეწველს. არის საუბარი ენერგეტიკულ სფეროზე, რომელიც მრეწველებს ძალიან უშლის ხელს საგადასახადო კუთხით, შემოსავლების კუთხით. გამოშვების ბოლოს კულტურის სიახლეები კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას ვარსკვლავი გაუხსნეს 29 ნოემბერს. ნუნუ გაბუნიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელიც კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფილარმონიის დიდ სცენაზე ნუნუ გაბუნიას როგორც კარგად ნაცნობი, ისე ახალი სიმღერებიც აჟღერდა. საღამოზე ყველა თაობის მომღერალი გაერთიანდა კონცერტის დასრულების შემდეგ. ნუნუ გაბუნიას მუსიკის სფეროში დამსახურებული ღვაწლისთვის ვარსკვლავი გაიხსნა. მიხარია რომ დღევანდელი საღამო როგორც იქნა, მე დიდი ხანია ველოდები მაყურებელთან შეხვედრას და დღეს აი ესე კულტურის სამინისტროს დახმარებით თუ წყალობით მერია, ნუ არ ვიცი, მერიის კულტურის სამსახურმა უდიდესი საჩუქარი გამიკეთა, რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო კონცერტის ჩატარება. არაჩვეულებრივი მელოდია. იცით რა? აი როუსმენ ნუნუს სიმღერებს, აი ეს ფრაზა მომდის პირველი თავში. ძალიან კეთილია, იცით სიმღერა. ძალიან აი გეფერება, აი გესიყვარულება და აი სიკეთით არის სავსე. ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე შოთა იათაშვილის რედაქტორობით გამოიცა. ჟურნალი თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ სიახლეებს ასახავს. რედაქტორის თქმით, ჟურნალში კრიტიკას დიდი ყურადღება დაეთმობა. ლიტერატურის მოყვარულები ყოველთვიურ ჟურნალში როგორც ქართული, ისე უცხოელი თანამედროვე მწერლების ნაშრომებს გაეცნობიან. შევეცადეთ, რომ განსხვავებული ჟურნალი ყოფილიყო, თავისი კონტექსტები ქონოდა განსხვავებული, ასეც დავარქვით, ტექსტების და კონტექსტების ჟურნალი. ხანახან პირიქითაც არის, არა ტექსტი განაპირობებს კონტექსტს, არამედ კონტექსტი. ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაღაცა კონტექსტში მოვაქციოთ. ყოველთვის ვეცდებით, რომ რაღაცა განსხვავებული რუბრიკები ქონდეს, განსხვავებულად დაგანახოთ რაღაც მოვლენები. გამოსტილი რედაქტორი ხარ შოთა იათაშვილის სახით, ძალიან მრავალფეროვანია. რაც გადავხედე პირველი რაც მოასწარი, ჩემი ნეპალური რომანის პირველი ნაწილიც არის, მაგრამ სხვა ავტორებიც ძალიან საინტერესო მასალებია შერჩეული გემოვნებით. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია. ახალი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება. ნახვამდის.